ჩაება ხელი ამ ხელებიდან ჩემი სულის ნაწილებს ვუშვებ ადამიანებს რომლებიც ჩემს თვალწინ გაიზარდნენ ხა როცა სკოლის ცარიელ დერეფანში გავივლი ვიცი ყველგან თქვენი ჩრდილი მომელანდება თქვენი ჟრიამული ჩამესმება და ვიგრძნობ უსაზღვრო სიამაყის იმისა რომ მე თქვენი მასწავლებელი მერქვა მიყვარხართ ისე როგორც საკუთარი შვილები ყოველთვის ჩემს გულში იქნებით სამუდამოდ გრძნობ რომ სევდასხავ შეპყრობილი ჩემი მასწავლებლის გული ნეტავ ახლა რაზე ფიქრობს ალბათ იმ დღეებს იხსენებს როცა ჩვენი პატარა ხელები პირველად ჩაიბარა როცა კალმის ჭერასა და კითხვასთან ერთად სიყვარულსაც გვასწავლიდა მას გონია რომ მხოლოდ ის არის სამწუთებს არა მასწავლებელი ჩვენს გულებიც ახლა უცნაური ქარიშხალია ერთდროულად დიდი სებრაც და კიდევ უფრო დიდი სიამაყე მაგრამ განასადარებელი რა გვაქვს ამათ მაწევნა ხან გვაჩუქა ის რასაც წლები ვერ წაშლის Let's be out, go. That's our
ჭაობის ხიდი, რომელიც ყველაზე რთულ დღესაც კი მყარად გადაგედება და უსრულში გადაჭერხვის საშუალებას არ მოგცემს. ჩვენ ამ კლასში მხოლოდ მეხილ მეზობლები კი არა, ერთი მთლიანობა გავხდით და ეს ხიდი, რომელიც თქვენ ავიგეთ მასწავლებელს, დაგვიჯერეთ, არასდროს ჩაიმგრეთ. Someone
ვიღაცას მათემატიკური ფორმულა დააუწყოს. შეიძლება ვიღაცას ისტორიული თარიღი აეღოს, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ თავად. ვისწავლეთ ერთმანეთის კივილისა და სიხარულის დანახვა. ვისწავლეთ სიყვარული, რომელიც საკუთარ თავზე მეტად სხვის ბედნიერებას აფასებს. ვისწავლეთ ყურადღება, რომელიც ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. ნაბრას ხდები ზოგ
მოგჭი ცოდის გუბე ხარი მარტოს უკან გუბე შემოსტარი ძრებული ქალი ავგაროზე გულები რაზე შეხამება ფეთქი ქალი მშვენება უცნაური ცას გამოკიდებული ქვედა ხალი ციფრი ხარა სუსტი ფრენი ხანას ისმაში და გარფა ხალი სიყვარულს ანჯელოს ხალი ანალოჩ განსაკუთრებულად თქვენი ყურადღება, რადგან ჩვენი კლასის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც მე ჩემს მთავარ მზეს ვეძახი, დავუკრავს ხეზე, ჩვენ კი შევეცდებით მე გავუწიოთ სათანადო აკვაპანებით. ამიტომ
რატომ ვშუქობთ? თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ დაგეხმაროთ. თათია მასწავლებელო, ერთი წუთით. ისმენ ქალბატონო რუსულდა. ეს ბიჭები ჩემთან გამოვიდა, გაკვეთილების შემდეგ. გასაგებია. რა დააშავეთ? რატომ არცხვენთ? ამას გასწავლით მე თქვენ? რატომ ჩხუბობთ? როგორც კი ზარი დაირეკება, სამივე დირექტორთა ჩავყვართ. რა უნდა ახლა? გონის 11 მოგვივიდა. სანდრო, გიორგი, წავედი დირექტორს. მოიცა, ბიჭები, ჩვენი კლასი ერთი დიდი გუნდია. თუ ერთი მიდის, ყველა უნდა წავიდეს. მეც მოვდივარ, წავედი. შემოდით ბიჭებო, ამდენი რატომ ხართ? მოდით ყველანი ჩემთან. იცით ახლა რა დავინახე? დავინახე არა ჩხუბის თავი ბავშვები, არამედ გუნდი. დავინახე ბაშკაცობა, შეცდომის აღიარების და ერთმანეთთან დგომის უნარი. კარგები ხართ, აბა თქვენ იცით, ესეთობა არ დაკარგოთ. წადით ახლა გაკვეთილზე გელოდებიან. დააფასეთ სკოლისა და მასწავლებლის ამაგი. ჩვენ კი ასმაგად დაგიფასებთ თქვენ კარგ საქციელს. რა მაგარი დირექტორი მყავს? ხო, ეს დღე მართლაც ყველაზე კარგად მახსოვს. მახსოვს, როგორ მიუყვებოდი დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალ გზას საფორიაქებულები. გული გამეტებით ვიცემდა. თუმცა ეს ჩემ შემთხვევაში შიში არ ყოფილა. შიშ მერა ის მძიმე, წველი სირცხვილი გვუდავდა, რომელსაც საყვარელი მასწავლებლის წინაშე ვსდომი. ჩვენ ბიჭებს ის რაღაც მოგზალებით მიყვარდა და სწორედ ამ მოგზალების შემყარვა არ მაძლევდა მოსვენებას. მხოლოდ ერთი წელი. სულ რაღაც ერთი წელი გავიდა, რაც ამ კლასის კარები შევაქე. მახსოვს ის პირველი წამი. დავინახე მასწავლებელი და თვალები იმავე წამს გამიწმინდა. გულში გავიფიქრე, რა საოცრება. თითქოს მზის სხივი შემომეფეთაო. ყოველი დილა ისეთი სითფოთი იწყებოდა, რომ ჩემი გული ამდენ სიყვარულს ვეღარ იტევდა. იცით, ალბათ მასწავლებელს ნება რომ მოეცა, ხანითაც კი დავჩებოდი სკოლაში. იმიტომ კი არა, რომ წიგნები მიყვარს გამორჩეულად. არა, უბრალოდ აქ თავს ყველაზე დაცულად და ლაღად ვცნობდი. და იცით, საბოლოოდ რას მივხვდი? ამ ერთ წელიწადში რაღაც დიდი გარდასახვა მოხდა. მე ახალ ვიყავი უბრალოდ პატარა გოგო სახელად სესილი. მე რაღაცნაირად ავმახდი, გავიზარდე. ამ 14 ვაჟკაცის გვერდით თავი ღირსეულ ქალბატონად ვიმსენი. გოგონები კი ჩემი საუკეთესო მესაიდუმლეები გახსნენ. მათ მასწავლეს რას ნიშნავს დაფასება და მზრუნველობა. მე დღეს აქედან მივდივარ, არა ბავშვური მოგონებებით, არამედ იმ დიდი სიამაყით, რომ მათ ჩემი მეგობრები დაცმები ჰქვიათ.
როგორც დაეძებს საჭმელს შენ და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაწუნები ვარბედნიერი მე ვარ იმედი მე ვარ ხვალ დილამზია დღეშენს კარქაში ვინ ბუდეში ბარტყის ხარ ვარ შენი სუნთქვის გაგრძელება ადამიანი ჩემს ერთ სიცოცხლეს განაცვალე კარგად რომ გნახო შენი შვილი შენი მიწის დამცველად მოვა ჩვენ სხვაგვარი გვაქვს კავშირები სულის და ძალის ჩემთვის ვიზრდები საქართველო რაც გინდა მხოლოდ მე ზვარაკივი ერთგულებით ვერავინ გამხრის მე ვარ შენს გულზე ამასული მომავლის ლოგი ნახავ ასურად გავიშრები ბეჭებს მალე მიმიში გულწნის გაწევ ხარებს გადავხა შოლი რომ დაგიმერო ლამაზი და ნათელი თვალი დამლოც მხოლოდ შვილმა იქნებ ვაჯობებს ისეთი დედის გასწილი ვარ ვერ მომკლავს ხვია ხატის ძივდგავ დახმარმა მაკიფიცებამს შენი შვილი ვარ და მე სახელი ქართველი ხვია
შემოამკარ ჩვენი პატარა სამყარო თავიდან ააშენ. მათ შეცვალეს ჩვენი ხედვა, ჩვენი ფიქრი და რაც თავარია ჩვენი შენ რომ წერა მასწავლ, შენ რომ კითხვა მასწავლ, ბედის წერა იმის ვამთელე და ვამძლავ, შენ რომ კითხვა მასწავლ, შენ რომ წიგნი მასწავლ, არავით სხვაგანში იგი მე არ გავსვა. გენდობოდი, გისმენდი, ჭკვიასა და მიხვედრებს, შაბელს თუ ვაგვეტყოდი, იმას შენ გაგიმხედრი, შენ მირჩიე, ბეძებო, შენ მითხარი, შეძლებო, ახლაც მინდა მეფერო, ჩემო მასწავლებელო.
ახლა ალბათ სიტყვებს თავს ვერ მოვიღო. რაც მინდა რომ თქვა. ამიტომ ჩემო პატარაო, თქვენთვის ერთი პატარა სურპრიზი მეც მაქვს. და მინდა რომ ცირედით განახაროთ. იცით რას იქნება ეს სურპრიზი? იცით? მადლობა ნათია მასწავლებელი შენ ყველაფრისთვის ჩემს გვერდით გონისთვის. ცოტა ძალიან დიდი მადლობა ნათია. ცოტა რთულია სიტყვებზე თავის მომხრა. შემთხვევითი არ იყო ჩემი აქ სცენაზე დღეს დგომა, როგორც ნათია მასწავლებელმა აღნიშნა 4 წლის წინ
როდესაც პირველად ჩაიბარა პირველი სადამრიგებლო კლასი, მე მის გვერდით ვიყავი, ერთად გეგმავდით, ერთად ვიხაროდა, ერთად განვიცდიდით ყველაფერს და დღესაც ერთად განვიცდით და ხედავ აქ გაზეთი გოგო ბიჭებს და ვხვდები, რომ თათია მასწავლებლის ამდენი ხნის თავდაუზებავ შრომას უყალოდ არ ჩაუვია ნამდვილად. ბავშვებო, გილოცავთ, ეს დღე შედგა, თქვენ ნამდვილად გამოგივიდათ, არიწიროთ. მიყვარხართ, მიამაყებით და იმედი მაქვს, რომ თათია მასწავლებლის სახელს არასდროს შეარწმევთ. ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭია მადლიერება. ამიტომ არ შემიძლია მე მადლიერების გარეშე ვწადო. ძალიან დიდი მადლობა სკოლას, სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს ანასტასია ნიკაბაძეს, რომელიც ახლა კულისებში მევალება. თუმცა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დღეს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის. მადლობა, რომ სკოლის თვითმმართველობა ყოველთვის დგას მასწავლებლების და მოსწავლეების გვერდით. მადლობა სპეციალური საჭიროების მქონე მასწავლებლებს ელენა გოგავას და მაკა ჩხეიძეს გვერდით დგომისთვის. მათ შექმნეს ისეთი გარემო, რომ დღეს აქ ყველა ბავშვი თანაბრად იყო ჩართული. ამისთვის უმეტესი მადლობა თქვენ. მადლობა ჩემს კოლეგებს, სალომე უგულავას, ნათია ბედინაშვილს, დიარონიას, ყველას ჩემს კოლეგებს განსაკუთრებულად მიყვარხართ მეგობრებო. ყოველთვის ჩემს გვერდით გახართ და მამხნევებთ როგორც თქვენს პატარა მეგობარს და ამისთვის დიდი მადლობა. მადლობა ცეკვის მასწავლებელს. მადლობა მაიკო დაუღალავის შრომისთვის და რაც მთავარია, მადლობა ჩვენს დირექტორს და სასწავლო ნაწილს და ქალბატონო რუსიკა ძალიან ბოდიში ვინმე გამომჩით ძალიან მიჭირს საუბარი. მადლობა დაწყებითების კათედრას, ყველას ვინც ჩემს გვერდით იმექით. ქალბატონო რუსიკა თუ შეიძლება. მოგესალმებით. განსაკუთრებით ემოციური ხმები ვიტირე თქვენსავით. აქედან დავიწყოთ, რომ მხოლოდ სიხარბისრები გვენახავს თქვენ თვალზე ბავშვებს. მინდა მოგესალმოთ, მივესალმოთ ჩვენს გულშემატკივარს, განსაკუთრებით მივესალმოთ ჩვენს მშობლებო. თქვენი თანადგომის გულშემატკივრობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და თქვენი გვერდით დგომით ეს დღე შედგა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ხართ ჩვენ სკოლის გვერდით და ყოველ დაძახებაზე ჩვენ თანამშრომლობთ ისე, როგორც სასკოლო ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს სკოლასთან და თქვენი გვერდით დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს კოლეგებს, მასწავლებლებო, თქვენ გმირები ხართ, თათია მასწავლებელო, ოჩახ. მადლობა ლევანდელი დღისთვის და ყოველი წუთისთვის, რომელსაც თქვენ ამ პროცესს უთმობთ, რასაც სწავლება და არა მარტო მის იქეთ ძალიან ბევრს აკეთებთ თქვენ სასკოლო საზოგადოებისთვის. თათია მასწავლებელო, დღეს მადლიერების დღეა. ყოველი დღე ასეა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით არ დავიკლები მადლობებით და ყველა იმ აღნიშნულ ადამიანს, რომელსაც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებაში, მინდა მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის თვითმმართველობის როლი და ჩვენ როგორც სასწავლო ინსტიტუცია, როგორც სკოლა, თავიდანვე შევთანხმდით ქალბატონო ჯული. თქვით, რომ სკოლას მოსწავლე მართავდა და ჩვენ შემდეგ გავყვებოდით და მევანდელი დღე კარგი იყო, რომ თვითმმართველობამ თავისი სათქმელი თქვა. მადლობა თქვენ მოსწავლეებო. და ყველაზე ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლებო, მშობლებო, ბავშვებო, ჩვენ აქ ნახეთ ინკლუზიური გარემოს, რაც ყველა მოსწავლის ხმა თანაბრად დაფასებული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვირდებით, რომ შევქმნით შესაძლებლობებს და ყველაზე განსაკუთრებით გემრიელი ბოლოს დავიტოვე ბავშვებო. გილოცავთ ლევანდელ დღეს. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპს აქვთ დაასრულეთ ცხოვრების 4 წელი. მე თქვენ თვალებზე ცრემლი დავინახე და გითხარით კიდევაც, რომ ეს იყოს ბედნიერების ცრემლები, აღვასია და მთელი ცხოვრება მხოლოდ ბედნიერების ცრემლით გეტიროთ ხოლმე.
ძალიან ემოციურად მოიტანეს თქვენი საქმე და ის როლური თამაშები, რომელსაც წარმოვიდგენთ, ყველაფერი იყო ამათი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ის რომ ვიღაცა თავიანთი გოგონა ბიჭება, როგორ იყო რომ დაგიჩაგდეს გოგონა. ხო, და როგორ დაირასნა, რომ პასუხი უნდა მოთხოვოთ, რატო დაგვიჩაგდეს ამხანაგიო. ის რომ თუ დირექტორთან დაიბარეს, ყველა ვართ დამნაშავე და გიგოდი შევხვდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო, რომ ის ბოდიშის სიტყვით არ იყო და ეს ბიჭები საქმით ამტკიცებენ იმას, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ბავშვებო, ერთი დაიმახსოვრეთ. თქვენ ხართ დღევანდელი დღის მთავარი გმირები. თქვენ ხართ მთავარი მიზეზი და მიზანი, რის გამოც ჩვენ სასკოლო საზოგადოება დილით მოგვიწევთ და სკოლაში მოვდივართ. თქვენს გარშემო ტრიალებს ამყარო. გილოცავთ, გლოცავთ და მოგილოცავთ. მიყვარხართ და ჩვენ გავაგზავნებთ გულშემატკივრობა. მადლობა ყველას მნიშვნელოვანი ბევრი მიტივე, მაგრამ ამათ გილდა. მადლობა. ხარდობეთ. დაგილოცეთ ბავშვებს. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ბავშვებო და გილოცავთ დღევანდელ დღეს. მართალია მე ჩვენ შევიკავეთ თქვენი ცემლების შემკურე, მაგრამ სინამდვილეში სასიხარულო და ბედნიერი დღე არის დაასრულეთ მეოთხე კლასი. მართალია τέτοια მასწავლებელი არ იქნება თქვენი დამრიგებელი, მაგრამ შორს არ გვიდის. იქვე გეყოლებათ და ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ, მოინახულოთ. ნამდვილად საინტერესო იყო თქვენი როლური თამაშები ყოველდღიურ ცხოვრებას მახსენებ და ნამდვილად. კიდევ უფრო ბევრი საინტერესო წუთები მახსენდება თქვენი ყოველდღიურობის და ნამდვილად განსაკუთრებით როცა ამ ყოველდღიურობის ნაწილი ხარ, ხვდები რა სიღრმე აქვს თითოეულ აქტივობას. მადლობა თქვენ ამდენ უხუნჯ ბიჭს, რომელიც ყველა სკოლაში ვინც არის, ყველა ვიცის, რომ ეს 10-ას კლასი გამორჩეულად ვაჟკაცური ბიჭებით ხასიათდებიან, იმიტომ რომ ყოველთვის ჯგუფის თავები არიან. პრისას თუ მათ მოგონებს ვინმე ბეჭინა. აი დაიწყო საქმე და ეს ბევრჯერ დაამტკიცეს. ჯგუფით არ მიდა, უბრალოდ ისე მოვაყაროთ საქმეები და ესე გააგრძელეთ, ოღონდ ჯგუფის გარეშე. ხო, შევთანხმდით? კარგი, კიდევ ერთხელ გილოცავთ. მადლობა მშობლებო ჩართულობისთვის, უღრმესი მადლობა თათია მასწავლებელო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავიხადოთ თითოეულ მოსწავლეს, რომ ასე კარგად გაართვით თავის გარდაუჭერს. უღრმესი მადლობა. ერთი რაღაც დარჩა. ჩემი ბავშვების დედიკოებს, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა. 4 წლიანი ლამაზი დღეებისთვის ყველანი მიყვარხართ. ჩემი მეგობრები ხართ. თქვენ ალბათ გახსოვთ პირველი მშობელთა და მე რა გითხარით თქვენ. მე არ ვარ მასწავლებელი. მე ვარ თქვენი მეგობარი, რომელიც თქვენ შვილებს უბრალოდ დაეხმარებათ სწავლაში მუქი. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა და მიყვარხართ განსაკუთრებულად. მაგრამ დღეს მინდა და იმედი არ მიწევთ, რომ განსაკუთრებულად გამოყო ჩემი ბავშვების მამიკოები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში თავდაუზავგავად მედგა გვერდით. პირველი ეს არის დაჩი კაპანაძის მამიკო, გიორგი კაპანაძე. ხავთ გიორგი სცენაზე? ეს ადამიანი 4 წლის განმავლობაში ყველანაირად გვერდდა გვერდით. მინდა რომ მას მადლობის სიგელი გადავცე. გიორგი შენს მამიკოს მადლობის სიგელი. თუ ფურცელი დაგჭირდებოდა, თუ კალამი დაგჭირდებოდა, დროშა დაგჭირდებოდა, არის დედაქორჩაი. დეგა ნათი შეგიძლია ჩაიბარა. ამიტომ მადლობა გიორგი თქვენ გვერდით დგომისთვის. მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი ბაჩო ჭეიშვილს ყავს ძალიან კარგი მამიკო. გიგა ჭეიშვილი, რომელიც აი რეპეტიციების დროზე მთელი წლის განმავლობაში გვერდით გვედგა, გვამხნევებდა, მივყავდით, მოვყავდით, საკვები მოჰქონდა, ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და მადლობა მასწავლებლები ჩართულობით.
გამორჩეული კიდევ ერთი გამორჩეული მამა, ყველას მამა გამორჩეულია ის ბავშვები, რომელიც გვიდგა ჩვენს 4 წლის განმავლობაში გვერდით საოცარ ზრუნველობას იჩენდა ყველას მიმართ. ეს არის ზურაბ ჩელიძე. გთხოვთ ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა მამას ესენი შესწავლას. და ადამიანი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას ყოველთვის აკონტროლებდა, ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, ტრანსპორტით მივყავდით, მოვყავდით, გვერდით გვერდდა, ეს არის ნინი ჟორჟოლიანი, ეს მამიკო ბესო ჟორჟოლიანი. მადლობა. მადლობა ყველას, ამას ასე გამოჩენ. მიყვარხართ ბავშვებო, მეიმედებით, მიამაყებით, ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ. მადლობა კიდევ ერთხელ შობლებს. შობლებს ხუვინეს განვეს მაქსიმ თქო. მე თათია მასწავლებლო დარბაზს გადავხედე, ხა დავხედა მომავალ პირველ კლასს, რომელსაც 4 წელი მომავალში თქვენთან ერთად უნდა გაიაროს და მე მინდა პატარა პირველ კლასში მოვიხმო სცენას. ხო, ნატალი გამოდი. მოდი გამოიქეცი, მოდი გამხნევეთ ბავშვებო ტაში. თათია მასწავლო პირველი დიალოგი, ეხა ემოციური მიკროფონი და ულამაზესი თვალები აქვს, რა ქვია? მიხარია, რომ გოგო ამოვიდა პირველი ჩემი მოსწავლე. იმედია ქალბატონო რუსულა წელს გოგოები უფრო ბევრი მეყო. და ჩემი რიგით მესამე აღსაზრდელი გიორგი რევსკოიძე. გიორგი, ეხა შენ ეს შენი ძმასავით უნდა იცილ, ხო? უნდა იცილ, ხო შენი ძმასავით და გამობრაზო ხოლმე? დავიღუპე. ვერიტყვი. მე მზად ვარ მესამე მემსწრელიძეც აღზარდო ნათია მასწავლებელმა ერთი აღზარდა, მეორე მე, მესამეც მე მერგო და წილად. მადლობა დოგისთვის მშობლებო, თქვენ შვილებს ამბობ 24 საჯარო სკოლას. გრძელიძეს, ხო, დავით გრძელიძეს რიგით მეოთხე გრძელიძე შემოდის 24 საჯარო სკოლაში. გუში მთელი ღამე. ღამის 4 საათზე ვიჯექი და წედი, აი ამ თქვენთვის პატარა საჩუქროს ბავშვები. ეს მინდა რომ ჩემგან სამახსოვროდ დარჩეს. აი ამ კონვერტში დაგხვდებათ. აი ამ კონვერტში დაგხვდებათ. ფოტოსურათები ბოლო დღეს ჩვენთან. ჩემთან ერთად გადაღებული და უკან პატარა წერილები, რომელიც დიდები, როდესაც იქნებით, წაიკითხავთ, გაგახსენდებათ, როგორი ცერქები იყავით სკოლაში, როგორი ქცეოდით და მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე ეს შეინახოთ. ძალიან მე ძალიან მინდა გთხოვოთ მშობლებს, თუ კი შეგიძლიათ, რამდენიმე სიტყვით სადაულოცოთ პატარებს და გამხნევოთ ჩვენი მასწავლებელი სიამოვნებით მოგესალმებით. წლები. ვიცი რომ გულში ემოციები გაქვს ბევრი, მაგრამ კარგი იქნება და ჩვენთვის ორი სიტყვა მნიშვნელოვანია. მოგზავნით კიდე მაგდან კიდე მოგზავნით. მშობლები და მასწავლებელი ნახეთ და მოგზავნით მშობლებო ყველა. ძალიან დიდიერი ვარ და მთელი 4 წელი, რომელიც თათია მასწავლებელმა გვაჩქარა და მასთან ერთად ნათია მასწავლებელი სადაც იყო ჩვენ ბავშვებთან. მე ძალიან ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა პატარებმა თათია მასწავლებლო თქვენთან ერთად ისწავლეს. უბრალოდ თქვენ ასწავლეთ ერთმანეთის ასეთ უსაზღრო სიყვარული, ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთის პატივისცემა, გამტარობა, ერთმანეთის დაცვა და თანადგომა. ვიხარია რომ ადგილში სიყვარულის ცეცხლია ერთმანეთის მიმართ, თავისი სკოლის მიმართ, მასწავლებლების მიმართ, სამშობლოს მიმართ და ეს ცეცხლი არასდროს არ ჩაქრება მთელი მათი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. დიდი მადლობა ყოველი დღისთვის, ყოველი გათენებული ღამისთვის,
ყოველი დაწერილი ტექსტისთვის, შექმნისთვის, საყვედურისთვის, ერთგულებისთვის და რაღაც ყველაფრისთვის, რაც თქვენ ამ 4 წლის განმავლობაში ასე უსაზღვროდ და უშუალოდ გაიმეტეთ ჩვენი შვილებს, ძალიან მიყვარხართ, გაფასებ და აი მე ვისურვებდი, რომ ჩვენ 24 სკოლაზე საერთოდ საქართველოში ყველა სკოლა სწავდეს თქვენაირი დიდი ერთგული და აი სიტყვოთი და სიყვარული და უანგარო სიყვარულით სავსე მასწავლებლად. ძალიან მიყვარხართ და რაც კიდევ ბევრი ყველა კარგი სიტყვა მინდა გითხრათ, რაც ამ ქვეყანაზე არსებობს. დიდი მადლობა. ჩემი პატარები იმსახურებენ, რომ გამოვაცადე. მოსწედა ბაზარში რომელიც სიტყვას გამოთქვამს. მოგწადეთ. შეგვაფასოს მაყურებლის თვალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოგწადეთ. ვისაუბრებით მე დავწყები თქვენი მომავალი და მოხარული ვარ თქვენი გაცნობის. თავიდან ცოტა იყოს და ცოტა შევიწია. ავტოქასადაში და ტრაპზონში ჩავყვეთ. მიუხედავად ვარ აი თქვენი აი ისეთი ემოციები წარმოვიდა არ ვიცი გამოროდეს თუ რაიმე გამოფერებ და არ ვეკნა მადლობა თქვენ და მადლობა ჩემ რუსოს რომ რუსოს დამსახურება თქვენთან მოვხვდები ამიტომ მადლობას გიხდით ყველაფრისათვის და წინასწარ გიხდით თქვენ იმიტომ რომ დაატრიალეთ აი საოცრება იყოს ცემა მადლობა თქვენ ბავშვებო ყველაფრისათვის მადლობა დომისთვის მშობლებო. ჩემი მოსწავლეს. მოგწადეთ, რა თქმა უნდა. გიორგი გვეტაძის მშობელი. ძალიან მადლობა ყველაფრისთვის. განსაკუთრებით თათია მასწავლებელს, აი მეცალებები ვიდგები. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ერთი ვაჟკაცი მეზდება და პირობა მომეცით დირექტორის წინაშე რომ იმასაც ჩაივარებ თქვენ. აი პირობა მიღებულია. დიდი მადლობა. მადლობა ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის, რომ ძალიან დიდი მადლობა.